დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას მოჰყვა ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება. მისი არასტანდარტული და არასისტემური მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის ამერიკის მოკავშირეებისა და მათი მოწინააღმდეგეებისათვის, რამაც ფუნდამენტური ზეგავლენა იქონია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგზე. რას ნიშნავს ტრამპის მეორე ვადა დასავლური სამყაროსთვის? როგორ აისახება ეს მათ მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე და რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპის ამერიკისგან შემდეგი 4 წლის განმავლობაში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატო. დღეს ჩვენი სტუმარია საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ანალიტიკოსი ბატონი ლევან ანთია, ხოლო პოდკასტს წავიყვან მე, ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ ჩვენი პოდკასტის გავრცელებაში თქვენ გადამწყვეტი როლი გაქვთ. ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიც არის ჩვენი ვიდეოების მოწონება, ჩვენ კომენტარებში აქტიურობა და რაც მთავარია, ჩვენი YouTube-ის არხის გამოწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ქმნის, რომ გავაუმჯობესოთ და ყოველდღე უკეთესი პროდუქტი მოგაწოდოთ. ამიტომ გთხოვთ, არ დაიზაროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, აქტიუროთ კომენტარებში და რაც მთავარია, გამოიწეროთ ჩვენი არხი. მადლობა, რომ გვიყურებთ და მადლობა აქტიურობისთვის. და დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის. ვფიქრობ ეს პრაქტიკულად პირველი პოდკასტია, სადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის მეორე ნაწილი რაღაცა ერთი დიდისა. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონს ადრეც ჰქონდა პოდკასტი, სადაც ლევანი იყო სტუმრად, ეს იყო პრაქტიკულად შენი გადაცემა ჩაიწერა 4 წლისგან 2021 წელს. ხო, ეს იყო ტრამპმა რო წააგო ჯო ბაიდენთან არჩევნები და მაშინ ძირითადი კითხვა პოლიტოლოგიაში და საერთაშორისო ურთიერთობებში იყო, დასრულდა თუ არა ამით ტრამპიზმი და შეიცვალა თუ არა სიტუაცია და შენი პოზიცია, რომელიც დააფიქსირე მაშინ პოდკასტის დროს, იყო, რომ ტრამპიზმი მხოლოდ ეხლა იწყება და ეს ასე ვთქვათ არ იყო ორდინალური, ანუ სტანდარტული პოზიცია, მაგრამ გამართლდა ყველაფერი, ტრამპი მეორე ვადით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. ბევრი ამერიკელი ექსპერტი მათ შორის ამბობდა, რომ ამერიკა მოინელა ტრამპი, ნახა ეს უცხოხილი გასინჯა, შეიცნო ის და აღარ უნდა და უარი თქვა მასე, მაგრამ ჩვენ ვართ ახლა ტრამპის მეორე ვადაში. სანამ გადავალთ ზოგადად რა პროცესები მიმდინარეობს საერთაშორისო გარემოზე, შენი აზრი მაინტერესებს, გავაგრძელოთ ის საუბარი, რაც მაშინ დავიწყეთ. რა არის ტრამპიზმი და როგორ მოვედით აქამდე ამ პოლიტიკის მიხედვით? დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ამ თემისთვის, ნამდვილად საინტერესო თემა არის და რაც თავარი არის, აქტუალური თემა დღეს. დღესაც აქტუალურია, გუშინაც აქტუალური იყო და ვფიქრობ, ხვალაც აქტუალური იქნება ეს თემა და რაც შეეხება ტრამპის ეს თემა იარსებებს სულ ყოველთვის ის დატოვებს თავის კვალს ისტორიაში და ეს საკმაოდ დიდი ხანი გაყვება კაცობრიობას, ისტორიას თანამედროვეს როგორც მინიმუმ. რაც შეეხება თავად ტრამპის ფენომენს, შეიძლება ასეც ვთქვათ, მან მოახერხა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ამერიკის საზოგადოების ორად გახლეჩვა, სადაც ბანაკებად დაყო ამერიკის საზოგადოება და ყოველთვის მისი ასე ვთქვათ, პოლიტიკა ეფუძნება თავისი წინამორბედების კრიტიკას. რასაც ჩვენ ვერ ნახავთ სხვა პრეზიდენტები, ვინც იყო ამერიკის პრეზიდენტები, კი შეეძლოთ ეხსენებინათ ერთჯერ, ორჯერ მაქსიმუმ წინამორბედი, ან შეექოთ, ან უბრალოდ ესაუბრათ მათ. თითქოს რაღაც პროფესიული სოლიდარობა მაინც იყო მიუხედავად მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურად მტრული დამოკიდებულების ერთმანეთს. მაგრამ არასდროს არ იყო, რომ სულ დაედანაშაულებდა, აი ჩემი წინამორბედმა ეს ვერ შეძლო, ჩემმა წინამორბედმა ეს ვერ შეძლო, მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ იქნებოდა, თუმცა ომი უკვე მიმდინარეობდა, როდესაც ტრამპი მოვიდა პირველი ვადით და იყო პრეზიდენტი,
დიდი ვერაფერი ვერ გააკეთა, დიდი ასეთი ვთქვათ შვიდობის დამყარებაში როლი არ შეუტანია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ყოველთვის საუბრობდა იმაზე და სხვათა შორის მისი მომხრეები, რომ აი ჯაველინების პარტია გადასცაო ტრამპა უკრაინასო, მაგრამ ამის იქით საუბარი არ მიდიოდა. სამაგიეროდ ტრამპისგან გვაქვს სულ საუბარი, თუ რა ცუდი პრეზიდენტი იყო ბაიდენი, რა ცუდი პრეზიდენტი იყო ობამა და რა ცუდი პარტია არის დემოკრატების პარტია. სულ ამაზე არის საუბარი და აქცენტირება. მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ მის გეგმებს, მკვეთრად გამოყოფილ გეგმებს. ჩვენ ხედავთ ყოველთვის, რომ მისი აზრები იცვლება ყოველ დღე, ყოველ საათობრივად. და ეს რა თქმა უნდა თავის დიდ კვალს ტოვებს საგარეო პოლიტიკაზე. თუ გარკვეულ არასტაბილურობას და გაურკვევლობას ბადევს ბევრ პოლიტიკოსებში და ქვეყნებში თავისთავად, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ძალიან რთული სიტუაცია არის, როდესაც პირველი რაც პრაქტიკულად ტრამპმა გააკეთა, რაც მოვიდა თეთრ სახლში მეორედ იყო, რომ პირველი დაარტყა თავის უახლოეს მოკავშირეებს, რაც არის კანადა, ჩრდილოეთით და მექსიკა სამხრეთით, ორი ეკონომიკურად უდიდესი წილი აქვს ამერიკის ეკონომიკურ ვაჭრობის მიმართულებით და მესამე ვისაც დაარტყა, ეს იყო ევროკავშირი, რომელიც უკვე 70 წელია პრაქტიკულად მოკავშირე არის ამერიკის შეერთებული შტატების. ამან გარკვეულ წილად, რა თქმა უნდა, არასტაბილურობის და ცოტა გაუგებრობის სიტუაცია შექმნა. და საინტერესოა უბრალოდ რას შეიძლება მივაწეროთ ეს ყველაფერი. სხვათა შორის ეს ძალიან ისეთი თემა არის ჩემთვის პირადად გაუგებარი, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად აცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მტერი არის ჩინეთი, ასევე შეერთებული შტატების მტერი არის ირანი, ნომერ პირველად ყოველთვის ტრამპი ასახელებდა ჩინეთს და ამავე დროს შენ თავს ესხმი შენ მოკავშირეებს. უხეშად რო ვთქვა, კანადა ეს არის ერთგვარი ბუფერული ზონა შეერთებული შტატებისთვის. ეს არის ყველაზე უახლესი მოკავშირე, რამე რომ მოხდეს თქვათ, დავუშვათ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რომ მოხდეს პირდაპირ დაპირისპირება ჩინეთს და ამერიკას შორის, კანადას ექნება ერთ-ერთი თავარი როლი, როგორც ამერიკის მოკავშირეს. იმიტომ რომ კანადა ვერ დადგება განზე ამ კონფლიქტში, ის ყველა ვარიანტში იქნება ჩართული, მაგრამ ტრამპის რიტორიკის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუ რა დოზით იქნება ის ჩართული ამ პროცესებში. და აქედან გამომდინარე გაუგებარია ტრამპის თავდასხმები კანადაზე. ასევე ევროპაზე, აქ ევროპა ხო მარტო არ არის რაღაც ევროკავშირი, ეგ არის შედგება ნატოში შედის, ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ამერიკას აქ ძალიან დიდი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც გადის ევროკავშირის ქვეყნებზე, გადის ასევე ავსტრალიაზე, ბრიტანეთზე, იგივე გრენლანდიაზე, რომელიც დე იურე და დე ფაქტო დანიის ტერიტორიაა და აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცა ბევრი ივარაუდოს ადამიანმა, მაგრამ ჩემთვის პირადად გაუგებარია მისი ეს პოლიტიკა, თუ რას ემსახურება. მოკავშირეების მოზიდვას ეს ნამდვილად არ ემსახურება. კავშირების გასამტკიცებლად ეს ნამდვილად არ ემსახურება, არც კავშირებს არ განამტკიცებს. აქედან გამომდინარე ეს მისი პოლიტიკა ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. ანუ მე როგორც მივხვდი, შენ იქითკენ მიყავს თემა, რომ თუ ამერიკა მიიჩნევს თავის ნომერ პირველ მტრად ჩინეთს, ჩინეთი არ არის ისეთი მარტივი მოსანელებელი ამერიკისთვის, რომ მარტო მიუდგეს ამ ყველაფერს. აქ საუბარი ასევე არა მარტო ევროკავშირზე, არის იაპონიასაც და სამხრეთ კორეასაც გადაწყვიტა რამდენიმეჯერ, რომ ტარიფების მხრივ და სამხედრო დახმარების მხრივ და ლოგიკაში თუ ჩავსვათ, რომ აი ჩინეთი არის ნომერ პირველი პრობლემა ამერიკისთვის, მაშინ ნამდვილად არ უნდა იყოს ევროკავშირზე გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური განცხადებებით თავდასხმა, მათ ინტერესებში, ამერიკის ინტერესებში ზოგადად მზადება უნდა მიდიოდეს ჩინეთთან ერთობლივი რაღაც პოლიტიკის შემუშავებაში. რაც შეეხება ტრამპის სატარიფო პოლიტიკას, პირიქით ტრამპი ძალიან
ის ცოტათი სასაცილოდ გამოიყვანა ტარიფების პოლიტიკამ. არც ერთ ქვეყნის მიმართებაში არ ითამა ასე ვთქვათ როლი დადებითი ამერიკისთვის არ უთამაშია სატარიფო პოლიტიკა. პირიქით რამდენი ტარიფებიც არ დაანონსა ტრამპმა საბოლოო ჯამში ყველა სიტყვის უკან წაღება მოუწია. კი რაღაცა ხუმრობაში გადაიყვანა, რაღაცა სარკასში გადაიყვანა, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არ საუბრობს მის შორსხედელ პოლიტიკაზე. მან სადა, მაგრამ ცუდად სადა. შეიძლებოდა ამის უფრო ლამაზად შებუთვა, უფრო სერიოზული, ასე ვთქვათ, მიდგომით ეს ტარიფების განხილვა, მაგრამ თუ არ ვწდები ბოლოს რაღაცა 700%-მდე ავიდა ჩინეთთან სატარიფო პროცენტები, შემდეგ დააბრუნა, მე ასე არ მithქვიო, ასე არ მიგულისხმიო. ფაქტია, სატარიფო მისმა პოლიტიკამ დააფრთხო მისი ევროპელი მეგობრები, მოკავშირეები, იგივე იაპონია, რომელიც ასე ვთქვათ, შორეულ აღმოსავლეთში ამერიკის ფორპოსტია. მან და ამერიკული სამხედრო ბაზები დგას და საერთოდ იაპონიასთან არ უნდა სჭირდებოდეს არანაირად ამერიკას თავისი, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაფუჭება იაპონიის მხარესთან. ესეც გაუგებარია. ასევე გაუგებარი იყო მისი საერთოდ პოლიტიკა ევროპელების მიმართ, აი დაყვედრება, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებაზე საფრანგეთზე ისაუბრა, რომ გერმანულად ისაუბრებოდნენ, ეს რა თქმა უნდა ისტორიული თემა შეიძლება ძალიან შორს წაგიყვანს, მაგრამ არაკორექტული იყო მისი მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ასევე მან თქვა, რომ რომ არა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომს ჩვენ ვერ მოვიგებდითო, მაგრამ ამავე დროს რომ არა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომი შეიძლება სხვანაირად წარმართული იყოს საერთოდ და აგერ გუშინ გამოაცხადა, რომ არა ამერიკა მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდაო. ანუ აქ უკვე ცოტათი თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდის, ან საბჭოთა კავშირი იყო მთავარი როლი ეკავა მეორე მსოფლიო ომში, თუ თავად ამერიკას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, მთავარი როლი ეკავა მეორე მსოფლიო ომში, მოკავშირეებს ყველას ერთად კომპლექსურად აღებული და არა რომელიღაცა ცალკე აღებულ ხო, მაგრამ საბჭოთა კავშირიც რო იბრძოდა და ეხლა ვერ ვიტყვით რომ არ იბრძოდა, პრაქტიკულად ყველა ჩვენი წინაპრები, ყველა ოჯახში არის, საქართველოში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლენდლიზის გარეშე ძალიან რთულად იქნებოდა საქმე. პრაქტიკულად ახლა რამდენიმე დღის წინ პესკოვმა კი განაცხადა ოფიციალურად, რომ დიდი საჭმელი არ გქონოდაო, მაგრამ საჭმლის იქით მიდის ეს ყველაფერი, მიდის სამხედრო დახმარებაზე, დენთზე, სამხედრო ტექნიკაზე, ჯავშანზე, რკინაზე და ასე შემდეგ ყველაფერი. ხო, ანუ არ იყო ეს წამლებზე, ასე მედიკამენტებზე. მითის დონეზეა დაყვანილი, რომ თითქოს აი 90-იანებში რო იყო ჰუმანიტარული დახმარება, რომ ყუთებით ჩადიოდა რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაახლოებით იგივე ტიპის დახმარების პოლიტიკა იგივე დახმარებაში გაყავთ და სინამდვილეში ძალიან სერიოზულ სამხედრო დახმარებაზე იყო საუბარი, რომლის გარეშეც უბრალოდ ძალიან რთული იქნებოდა ფრონტის შეკავება და ბრძოლა საბჭოთა კავშირის მხრიდან და საინტერესო იყო, რომ პირველად თქვა, რომ ანუ საბჭოთა კავშირის გარეშე, ანუ პირველ ადგილას ამერიკა არ დააყენა და დააყენა საბჭოთა კავშირი, მაგრამ აქაც საუბარი იმაზეა, რომ მაშინ პუტინთან მიდიოდა მოლაპარაკებები, შეიძლება ამ ხრივ კოჭი გაუგორა მოლაპარაკებებში. და აქედან მინდა რომ გადავიდეთ თვითონ მოლაპარაკებების თემაზე, ძალიან საინტერესო ფენომენი არის, იმიტომ რომ ტრამპმა თავისი ერთ-ერთი პირველი დაპირება უკრაინის თემის მოგვარებით დაიწყო, რომ 24 საათში დაამთავრებდა ამას. ამაზე დიდი საუბარი იყო, ძალიან ბევრჯერ აქ ნათქვამი ეს და შემდეგ თქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ხუმრობა იყო, მაგრამ მან მაინც სცადა, რომ ყოფილიყო შუამავალი ამ ყველაფერში. ამ შუამავლობის პერიოდში თითქოს საზოგადოების თვალში და მედიას თუ გადავხედავთ, პუტინის და რუსეთის მიმართ ამერიკის ურთიერთობები დათვა. განცხადებების დონეზე მაინც. ამაზე ეს როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ეს ხო არ ხდება რაღაც იზოლირებულად რაღაც კოლბაში არ ხდება. ამას უყურებენ ამერიკის მოკავშირეები, მათ შორის ევროპა, რომელმაც რამდენიმეჯერ თქვა, რომ რუსეთი მისთვის ეგზისტენციური საფრთხე არის. როგორ შეიძლება ეს სიტუაცია შეფასდეს?
ძალიან საინტერესო საკითხია. მე ვფიქრობ, არა მარტო მე, ძალიან ბევრი ფიქრობს ამაზე, რომ ეგ მისი რიტორიკა, რომ ომს დაამთავრებდა 24 საათში, ეს იყო მისი შიდა ამომრჩევლის აუდიტორიაზე გათვლილი რიტორიკა. მან არის კიდევ ერთი მომენტი. მან განაცხადა ასე, რომ მარტო მან იცის, როგორ ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს და ჩინეთის პრეზიდენტს. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენს არ აქვს იმის უნარები, იმის ხასიათი არ შეუძლია გამოავლინოს, რომ უფრო ხისტად ელაპარაკოს ამ ორ ლიდერს. ეგ იყო ჩაწერილი ვითომ შემთხვევით გოლფ კლუბში, სადაც ის, ასე ვთქვათ, ვითომ ვერ ხედავდა როგორ წერდნენ მის საუბარს და ესაუბრებოდა ჩვეულებრივ გოლფის კლუბის თანამშრომელს. ესეც ამანაც რა თავისთავად ითამაშა დიდი როლი არჩევნებში, რომ ყველას ეგონა და მათ შორის უკრაინაშიც ეგონა, რომ მოდის აი ესეთი პრეზიდენტი, ხისტი, რომელიც ასე თავის ადგილს მიუჩენს რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, მაგრამ არჩევის მეორე დღესვე ჩვენ ნახეთ შეცვლილი რიტორიკა ტრამპის. ხისტი რიტორიკა მას ჰქონდა ზელენსკის მიმართებაში, ჰქონდა ევროპელი ლიდერების მიმართებაში და რუსეთის პრეზიდენტის მიმართებაში მისი რიტორიკა იყო საკმაოდ სუსტი და არაფრის მომცემი. აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლებოდა ვარაუდი, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ არანაირ 24 საათზე იყო ლაპარაკი, არც ერთ თვეზე, არც ორ თვეზე და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ეს კიდევ გაგრძელდეს როგორც მინიმუმ 1 წელი. ახლა ომი როდის დამთავრდება, ჩვენ არავინ არ ვიცით და ამის პროგნოზებს ვინმე ვერ გააკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ეს მისი რიტორიკა იყო გათვლილი წინასაარჩევნო და დღეს უსვას საუბრობს. მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ხვალ კიდე შეცვლის რიტორიკას და ზეგშეც აქედან გამომდინარე მისი პროგნოზირება, მისი სიტყვების და მისი ქმედებების პროგნოზირება ძალიან რთულია და მე ვფიქრობ არც არის საჭირო. აი ფაქტებზე შეიძლება ვისაუბროთ, რა შედგა მისი საუბრის შემდეგ, რა შედეგი დადო, თუნდაც მისმა 100 დღის პრეზიდენტობის რა შედეგი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინისთვის და ზოგადად შვიდობისთვის საერთოდ არანაირი შედეგი არ დამდგარა. მაგრამ დადგა შედეგი რუსული პროპაგანდისტვის, რომელიც არაჩვეულებრივად იყენებს გარკვეული ტიპის რიტორიკას, რასაც ტრამპი ან აჟღერებდა, ან შეიძლება ითქვას და ძალიან არსებობს ამის არგუმენტებიც, რომ მოლაპარაკებების პერიოდში რაღაცა სპეციალურად აჟღერებდა იმისთვის, რომ რუსების კეთილგანწყობა და მოეპოვებინა და უფრო შეეცვალა მათი პოზიცია იმისკენ, რომ მოლაპარაკებულიყვნენ, მაგრამ როგორც ვთქვით, ამერიკა და თვითონ ტრამპი რაღაც კოლბაში არ არსებობს, ამას ყველაფერს აქვს გავლენა. და ამავდროულად ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ევროპაზე. ევროპის დამოკიდებულებაზე ამერიკისადმი და თუ შეგვიძლია ვისაუბროთ თვითონ ევროპაში რა შეიცვალა ამ ყველაფრის ფონზე. ევროპაში შეიძლება თქვა ბევრ რამ შეიცვალა, უფრო ფრთხილები გახდნენ ევროპელები ამერიკასთან მიმართებაში. ფიქრობ თავისი ყველამ, კი არ ფიქრობ ასეც არის სამხედრო დოქტრინას გადახედეს. თავის სამხედრო დოქტრინას გადახედა გერმანიამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ნაწილობრივ იტალიამ, პოლონეთმა ყველაზე, ასე ვთქვათ, ადრე ისწავლა ჭკუა და კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო თავის სამხედრო დოქტრინის გადახედვაზე და მზადება იმისთვის, რაც ხდება დღეს, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ამას, ასე ვთქვათ, ვერ შევაფასებდი როგორც ტრამპის ასე ვთქვათ, გათვლილ ნაბიჯს, რომ აი მას გაცვლა ჰქონდა იმაზე, რომ ევროპელები, ასე ვთქვათ, გამოეღვიძა ევროპელები, რომ მათ მეტი ფული, ფინანსები ჩაედო თავის თავდაცვაში. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა ბევრად სხვანაირად და ისე არა, რომ უთხრა დანიას მე თქვენ ტერიტორიის ანექსირებას მოახდენ, კანადას გავხდი 51 შტატად, მექსიკას უთხრა, რომ შესთავაზ ჩემ ჯარებს შევიყვანო და მექსიკაში დავაყენებოდა, ეს პირდაპირ სუვერენიტეტის დაღრევა ქვეყნის, როგორი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ახლა მექსიკას თავისი სუვერენიტეტი გააჩნია და თავის სახელმწიფოს პატივს სცემს. აქედან გამომდინარე, ნდობაში გაჩნდა ძალიან დიდი ბზარი ევროპელებს შორის და შეერთებულ შტატების მიმართ და აი ამ ბზარის ამოვსება იქნება ძალიან რთული.
და შეიძლება დაჭირდეს წლები და ისიც დამოკიდებული იქნება თავად უკვე შტატების საგარეო პოლიტიკაზე. მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ქართველებს ანდაზა სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. აი დაახლოებით აი ასეთი პროცესები მიმდინარეობს დღეს ევროპასა და ამერიკას შორის. ხშირად საუბრობენ აი დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურაზე. რაც არის ნატო და რაც შედგება მთელი ამ ლოჯისტიკური სამხედრო ინფრასტრუქტურისგან და ასე შემდეგ, რაც არსებობს დასავლეთში პრაქტიკულად ცივი ომის შემდეგ და მერე კიდე უფრო 90-იანებში საბჭოთა კავშირის შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ევროპაში მოძლიერების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დგას ამერიკაზე და ამერიკისადმი ნდობაზე. ამერიკის ბირთვული ასე ვთქვათ ქოლ გაიცავს ამ ყველაფერს და ყველაფერს იცავს ნატოს მეხუთე არტიკლი, სადაც არის კოლექტიური თავდაცვის ელემენტი შეყვანილი, რომ ბალტიის ქვეყნებს თუ თავს დაესხმები, ნიშნავს, რომ ასევე ამერიკას დაესხი თავს. ეს ყველაფერი მიუხედავთ იმისა, რომ ხშირად ხდება ამაზე საუბარი, კანონის დონეზე არ არის აყვანილი. ეს არ არის ასე ვთქვათ, ვალდებულება, რაღაცა აუცილებლობა, რაც უნდა გაკეთდეს. ეს იყო დღემდე, ეს იყო ნდობაზე დაფუძნებული მეხუთე არტიკლის ამოქმედება. ის თავის პროცედურებს მოიცავს, ყველა ქვეყანამ უნდა მისცეს დასტური და ასე შემდეგ. იმ პირობებში, როდესაც უკვე რთული არის ევროპელებისთვის, რომ გათვალონ რა რეაქცია შეიძლება კონდეს ამერიკას ან შეჭრაზე ან რაღაცა ტიპის კონფლიქტზე. რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს ამან ევროპის ხედვაზე, რას ნიშნავს იყო უსაფრთხოდ? უსაფრთხოების არქიტექტურა თავად უკვე ევროპაში დიდი კითხვის ქვეშ დადგა. როგორც შენ თქვი, ყველა იყო დამოკიდებული ამერიკაზე, ეს კარგია თუ ცუდია, ეგ არის შემდგარი ფაქტი, თუ რატო იყო ეს ასე, ეს კიდე მოდი იმაზეც ვისაუბროთ, რატო იყო ეს ასე, ესეც ძალიან საინტერესოა. კი, ძალიან საინტერესო თემა, ამ თემის გაშლა შეიძლება თუ რატო იყვნენ ისინი დამოკიდებული ამერიკაზე, იმიტომ ხო არა რომ ამერიკას უნდა ასე რომ ისინი ყოფილიყვნენ ამერიკაზე დამოკიდებული, ანუ ეს ერთგვარი ამერიკის საგარეო პოლიტიკაც იყო, ხო? ანუ ჯარების გაზდა თავისი ბაზები ევროპაში, რაც თავისთავად უქმნიდა შეგრძნებას ევროპელებს, რომ ისინი არიან უსაფრთხოდ. აქ რა თქმა უნდა მარტო ამერიკას ვერ დაადანაშაულებ ამაში რომ იმან მიაბა თავის თავზე მაგათი უსაფრთხოება ეს თავისთავად ევროპელების ასე ვთქვათ ჭყალებში ბრალიც არის რომ მათმა თავისი უსაფრთხოება ანუ გადაწიეს მესამე მეოთხე პლანზე არ აქცევდნენ ყურადღებას სხვათა შორის აი ევროპელების მოდუნებამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლამ ამაზეც მქონდა მე საუბარი პოდკასტში წინაზე მათმა რო ნახეს საბჭოთა კავშირი დაიშალა იფიქრეს რომ საფრთხე უკვე რუსეთიდან არ არსებობს სამწუხაროდ ისინი ცდებოდნენ ეს საფრთხე არსად არ წასულა ეს საფრთხე არ განუვლებულა ეს საფრთხე ყოველთვის არსებობდა უბრალოდ რუსეთი ელოდებოდა თავის მომენტს და მიუხედავად ყველაფრისა იყო ისეთი პოლიტიკოსები ხალხი ვინც ევროპას აფრთხილებდა თუნდაც ავიღო ჯოხარ დუდაევის 1994 წელს ჩაწერილი ინტერვიუ სადაც ის საუბრობს იმაზე რომ რუსეთი შეიჭრება ყირიმში, მოახდენს მის ანექსიას, შემდეგ გადაიტანს საბრძოლო მოქმედებებს დონბასში და შემდეგ შეესწრება მთელი უკრაინის ოკუპაციას. მან ბრძანა ეს 1994 წელს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სინამდვილეში მოხდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ასეთი ხალხი აფრთხილებდა ევროპას, რომ არ მოდუნდეთ. ეს საფრთხე არ გამქრალა. თუმცა შემდეგ იყო უკვე აგვისტოს ომი, სადაც რუსეთმა ნათლად დაანახა მსოფლიოს თავისი ამბიციები, თავისი გეგმები, თუ რა გეგმები აქვს მას, მაგრამ მანდაც წაიყრუა, ასე ვთქვათ, ევროპამ, არ მიაქციეს ყურადღება, იფიქრეს, რომ აი პუტინი ამით დაკმაყოფილდება საქართველოსი და ამის იქით მისი გეგმები არ მიდის. თუმცა შემდეგ იყო 2014 წელი, სამწუხაროდ არც ამან ითამაშა დიდი როლი საგარეო პოლიტიკა რო შეეცვალა და სამხედრო პოლიტიკა შეეცვალა ევროპელებს და შემდეგ მივიღეთ ის რაც მივიღეთ 2022 წელს. აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ შეცდომებზე, თუნდაც დასავლეთის მხრიდან, თუნდაც თავად უკრაინელების მხრიდან, ჩვენი მხრიდანაც არის მთელი შეცდომების კასკადი.
მაგრამ მე უფრო ვიტყოდი რომ ეს იყო აქ ითამაშა როლი რუსულმა დეზინფორმაციამ, რომ ისულ ყველას უმტკიცებდა, რომ მას არ აინტერესებს რა ხდება ევროპაში, მას არ აინტერესებს უკრაინის ოკუპაცია და პუტინს არაერთხელ აგნა თქვამი, რომ თქვენ გიჟები ხართ, საიდან მოიტანეთ, რომ რუსეთს უნდა ყირიმის ანექსია, საიდან მოიტანეთ, რომ რუსეთს სურს დონბასში შეჭრა, იგივე ლავროვისგან საუბარები მიდიოდა და ბევრმა ეს დაიჯერა. სამწუხაროდ ან ზოგმა დაიჯერა ბჭყალებში დაიჯერა. ზოგს აწყობდა ასე დაეჯერა, რომ აი უფრო ღრმად სიღრმესეულად არ შესულიყვნენ ამ პრობლემებში და არ დაეწყო თავის სამხედრო პოლიტიკის გაძლიერება რას ნიშნავს? ეს არის თავდაცვაზე მეტი ფინანსური ხარჯები. ესე იგი რაღაცა სხვას უნდა მოაკლდეს ეს ხარჯები. ამ ხარჯების მოკლება არ უნდათ. ხო, ну, კარგი ცხოვრება უნდა ფუფუნებას უნდა მოაკლდეს, რაღაცა სოციალურ პროგრამებს უნდა მოაკლდესო და დღეს პირიქით უკვე დადნენ იმ საშიშროებაზე, რომ უფრო მეტი უნდა მოაკლონ ვიდრე 10 წლის უკან, რომ თავისი სამხედრო ხარჯები გაზარდონ და სამხედრო ეფექტურობა გაიზარდოს. დღეს უკვე ბევრს ეშინია, რომ რუსეთი არ შეიჭრის ბალტიის ქვეყნებში, როგორც არის ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ამ საფრთხის ქვეშ ისინი დგანან. ხო, უკრაინა ეს არ არის ბოლო წერტილი რუსეთის ამბიციებში და გეგმებში. ეს არის ერთ-ერთი ტერიტორია შემდეგ, რომ განაგრძოს მან თავისი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის რეაბილიტირება ცოტათ ისეთ ფორმებშია. ხო, საბჭოთა კავშირის რეაბილიტირებასთან ერთად მას ასევე ბუფერული ზონა ჭირდება ნატოს. თავისთავად. და ეს ასევე მოიცავს ბალტიის ქვეყნებს, ეს რა თქმა უნდა მოიცავს უკრაინას, რა თქმა უნდა მოიცავს დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. ეს არ არის ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, ხო, მათ შორის საქართველოს. ეს არ არის ჩვეულებრივი ახირება, ეს არის გეგმის ნაწილი, რომ ხო, სტრატეგია არის და ამ სტრატეგიას ძალიან აქტიურად მიუყვებიან და თითქოს შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში ევროპას აი მწეველებივით ემართებათ, რომ აი იმას კი მოვიდა, მაგრამ მე არ მომივა ეს, მე რანაირად უნდა დამემართოს ეს და შესაბამისად საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ ევროპამ იგრძნო პრაქტიკულად კარებზე კაკუნი, რომ მალე შეიძლება მოუწიოს თლიან დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურას ამ ყველაფერში ჩართვა. ანუ ჩვეული ცხოვრების სტილი იცვლება. შეიძლება იყოს რაც მოხდა 2014 წლამდე არის სამყარო და მას შემდეგ. და 2022 წელმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი იყო საუბრები მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც თავიდან პირველ მსოფლიო ომის დროს ყველა ომების დამამთავრებელი ომი უწოდეს. თუმცა ეს ასე არ მომხდარა. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ისტორიკოსებმა მას შეარქვეს, რომ აი ეს იქნება ბოლო ომი. თუმცა რუსეთის პოლიტიკამ დაგვანახა, რომ სავსები შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომიც. კი. მოდი იმაზე ვისაუბროთ, რომ ტრამპი არ არის ამერიკა. ტრამპი არის 4 წლით ახლა. მიუხედავად იმისა, რომ მას განცხადებები აქვს, რომ მესამე ვადა თუ მეოთხე ვადა და 28 წელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, არ არის ჩემი აზრით სერიოზული განხილვის თემა. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, ასე ვთქვათ, იმ ფაქტით, რომ ტრამპი 4 წლის შემდეგ აღარ იქნება, მაგრამ ამერიკას საერთაშორისო დონეზე აქვს კონკრეტული ფუნქცია. მიუხედავად იმისა, ეს მოსწონს ტრამპს, არ მოსწონს რუსეთს, არ მოსწონს ჩინეთს, ასე შემდეგ, მას აქვს კონკრეტული რაღაც ფუნქცია და ეს ფუნქცია ძირითადად არის დაფუძნებული ამერიკის რეპუტაციაზე, ამერიკის სამხედრო შესაძლებლობებზე და ამერიკის მოკავშირეებზე. მას ყავს მოკავშირეები მთელი პლანეტის გარშემო, ევროპას რო თავი დავანებოთ და ნატოს, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ეს კავშირები რა თქმა უნდა არის ნდობაზე დაფუძნებული. როგორ ფიქრობ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტრამპის ფენომენმა ამ კავშირებზე და შეიძლება თუ არა ამ ყველაფერმა შეარყიოს ამერიკის პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აღარ იქნება 4 წელიწადში, შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში. თავისთავად მის მოკავშირეებს მთელ პლანეტაზე ყველა დააფიქრებს მისი ქმედებები და თუ რა შეიძლება მოყვეს მის რიტორიკას, იმიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ
ამერიკის პოლიტიკა და როგორ მას უყურებს მთელი სამყარო მარტო მის ქმედებებზე არ არის დაფუძნებული, არამედ მის რიტორიკაზე. თქვათ მაგალითად როგორც არ უნდა სასაცილო ჟღერდეს, აი რუსეთი არის ასეთი თქვათ სახელმწიფო, ზოგი ზესახელმწიფოს ეძახის ბირთვული სახელმწიფოა ყველაზე დიდი ტერიტორიით, მაგრამ მისი რუბლის კურსი დამოკიდებულია ამერიკის პრეზიდენტების რიტორიკაზე. ხშირ შემთხვევაში. ანუ კურსი იცვლება იმის და მიხედვით თუ რაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და ეს ფაქტია. თუ რაღაცა ხისტად იტყვის ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მიმართ, რუბლის კურსი ვარდება. თუ რიტორიკა შერბილებულია, რუსული რუბლის კურსი, ასე ვთქვათ, სტაბილურდება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და აქედან გამომდინარე მისი მოკავშირეების დაფიქრდებიან, რომ ვაიდა შემდეგ ვადაზე ტრამპი თუ არ იქნა, მისი, ასე ვთქვათ, ტრამპიზმის მიმდევარი მოვა მისი საქმის გამგრძელებელი, მისი პოლიტიკის გამგრძელებელი კი ამ ვადაზე შეიძლება მას აქ ბევრი დაბრკოლება ბიუროკრატიული, ეს იქნება სასამართლო იქნება, ბიზნესი იქნება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ის ერთპიროვნულად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ამაში არის დემოკრატიის ქვეყნის პლუსები, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება საერთო კანონებს. თუმცა არავინ არ მისცემს მსოფლიოს იმის გარანტიას, აი მეორე ვადით თუ მოვა იგივე ტრამპის პოლიტიკის გამგრძელებელი, რამე ხო არ შეიცვლება საგრძნობლად, ეგ იქნება უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკის საკითხებში, თუ სხვა რამე. დარწმუნებულია ყველა ეს ქვეყანა ამაზე ფიქრობს. ევროპაში იქნება თუ აღმოსავლეთში იქნება, ინდოჩინეთის რეგიონში იქნება, ყველა ამაზე ფიქრობს. იგივე დღეს ინდოეთს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს პაკისტანთან. პაკისტანი ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა. ინდოეთთანაც კარგი ურთიერთობები აქვს ამერიკას, ევროპასაც კარგი ურთიერთობები აქვს. აქ ბევრი კითხვები იბადება იმ საუბრებზე, რომ ტრამპი ამბობს მე მოვიტან მშვიდობას სოფლიოში. დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ სულ სხვა რაღაცას ვხედავთ. ხო, ხედავთ თითქოს არასტაბილურობის უფრო არასტაბილური გახდა სამყარო. არავინ არ იცის ხვალ რას უნდა მოელოდოს. ჩინეთმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ტაივანთან, სულ წვრთნებს ატარებს. ცოტა ხნის უკან ავსტრალიის წლებში ჩაატარა საკმაოდ სახიფოდო მანევრები და წვრთნები საზღვაო, რაც ავსტრალიის შეშფოთება გამოიწვია. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი საუბრობს მყარ მშვიდობაზე, მაგრამ საქმეები სულ სხვა რაღაცას გვანახებს სოფლიოში. კი. და თითქოს იქნება სიტუაცია, სადაც ტრამპის სიხისტის გამო ხდება ისეთი მანევრები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო დონეზე, რაც მაინდამაინც მის ინტერესებს და პოლიტიკას არ მიჰყვება, ასე ვთქვათ. მაგალითად, აი ჩვენ პოდკასტი გქონდა აქამდე ვისაუბრეთ ჩინეთზე და ჩინეთის აღზევებაზე. და ტრამპის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტიც, ასე ვთქვათ, მთავარი, რაზეც აქვს მას სწორება, არის ჩინეთი. ჩინელებს აქვთ გეგმა 2050 წლამდე, რომ გახდნენ ზესახელმწიფო, რომელსაც ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამხედრო უპირატესობა ექნება. ამისთვის მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაც არ ჰქონდათ, იყო მოკავშირეები. არ ყავდათ საკმარისად მდიდარი, საკმარისად წარმატებული, საკმარისად შესაძლებლობების მქონე მოკავშირეები, მაგრამ ისინი სხვადასხვა ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით ცდილობდნენ ამ მოკავშირეების მოპოვებას. ამერიკამ ამ სიხისტით, იმითი რომ ევროკავშირი გააღიზიანა მაგალითად ტარიფები დაადო, ასევე დაადო ჩინეთს, ასევე დაადო იაპონიას, სამხრეთ კორეას, ასე შემდეგ, გაჟღერდა კიდევაც ჩინელების მხრიდან, რომ მოდი ერთიანად ხო არ დაუპირისპირდეთ და თითქოს შეიქმნა სიტუაცია, სადაც ლოგიკაში ჯდება, რომ გარკვეულწილად ურთიერთობები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, ჩინეთსა და იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის დათბეს ურთიერთობები, მინიმუმ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ რაღაცა ტიპის წინააღმდეგობა შეიქმნას ამერიკის ტარიფების ომის მიმართულებით. როგორ შეაფასებდი ამ სიტუაციას? Ну, ეს ყოველად შესაძლებელია. დღეს ვიცით ჩვენ 21 საუკუნე არის, საგარეო პოლიტიკას წვეთს ძირითადად
ბაზარი, ეკონომიკური ურთიერთობები, კი 19 საუკუნის პოლიტიკა იყო, ასე ვთქვათ, როგორც ეძახდნენ მას, ჩექმის პოლიტიკა, სადაც ყველაფერს წყვეტდა სამხედრო ძალა, იარაღი, ეს კომპონენტი არსად არ გამქრალა, მაგრამ მე-20 საუკუნეში და უფრო 21 საუკუნეში ყველა სოფლიო ეკონომიკები ერთმანეთში გადაჯაჭვულია. რამდენიც არ უნდა თქვას ტრამპმა, იგივე ილონ მას თავის ქარხნები აქვს ჩინეთში, ხო? რაღაცა კომპონენტები იქნება ჩინეთში, ფილიპინებში, რაღაცა ნაწილი თურქეთში, ანუ სოფლიო ეკონომიკა გადაბულია ერთმანეთში. აი ასე ადგე და ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას. იგივე ევროპაც, იმიტომ რომ მარტო ჩინეთს არ დამუქრებია ტარიფებით, ევროპასაც დაემუქრა. თავისთავად ჩინეთი გამოიყენებს ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ. ახლა რამდენად ევროპა დაუახლოვდება ჩინეთს, ეს უკვე სუსვა საკითხია. მე ვფიქრობ, ახლა ჩინეთის გავლენა მსოფლიოზე ყველას გაცნობიერებული, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ჩინეთის მეგობრობა, რას ნიშნავს ჩინეთის საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ ტრამპმა თავისი ქმედებით თავისთავად უბიძგა, რომ ევროპელები, ევროპის ქვეყნები დაახლოებულიყვნენ ჩინეთთან უფრო მეტად ვიდრე არიან. ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, ტარიფების პოლიტიკა ტრამპის, იგივე მექსიკა, იგივე სხვა ქვეყნები რო ავიღოთ, ეს ნორმალური და ბუნებრივია სხვა კავშირების ძიება ეკონომიკურის. ხო, ხშირ შემთხვევაში როცა საუბარი არის ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებზე, მე არაერთხელ მაქვს ჩვენი პოდკასტების დროს ნათქვამი, ხალხს ცოტა უჭირს, რომ გაიაზროს საერთაშორისო ურთიერთობები სამეცნიერო პრიზმაში, ანუ ეს არ არის მეგობრებს შორის ურთიერთობები, მეზობლებს შორის ურთიერთობები, როგორც ადამიანებისთვის არის, ხო? ანუ ესე თეთრი და შავი არ არის ხოლმე, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები და ხანდახან შეიძლება ერთი ქვეყნის ინტერესი მეორეს დაემთხოს და შეიძლება ამ ორი ქვეყნის ინტერესები მეორე დღეს საერთოდ არ დაემთხოს ერთმანეთს და ეს სრულიად ნორმალური არის. დასავლური სამყაროს უდიდესი მონოპოლური და უპირატესობა იყო, რომ ამ კონფლიქტს, ინტერესთა კონფლიქტს დემოკრატიული და ცივილური გზებით წყვეტდნენ. მაგალითად, თუ ამერიკას ვისაუბრეთ ამ თემაზე და ამიტომ ვიტყვი ამ მაგალითს, თუ ამერიკას მაინდა-მაინც არ აქვს ინტერესებში, რომ გერმანიას ძლიერი სამხედრო ინდუსტრია ყავდეს, მაშინ ის იმის მაგივრად, რომ გერმანიას ოკუპაცია მოახდინოს, საკუთარი ინტერესების გამტარებელი მთავრობა მოიყვანოს ძალით ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ, შეუძლია შესთავაზოს სამხედრო ბაზების გახსნა იქ, სამხედრო ტექნიკის მიყიდვა, რაც მეორე პლანზე გადაიყვანს, ასე ვთქვათ, გერმანიისთვის ჯარის გაძლიერებას და საკუთარ სამხედრო ინდუსტრიაში ფულის ხო, ანუ ასე შეიძლება გადაწყვიტონ პრობლემები და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს სხვანაირად მიდის ამერიკის პოლიტიკა. მაინდა-მაინც არადიპლომატიური რიტორიკიდან უკვე გადადის მუქარების რიტორიკაზე და რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს ზოგადად საერთაშორისო წყობაზე? ნუ როგორც აღნიშნე, ჩემი გადმოსახედიდან ამ ყველაფერს აქვს ნეგატიური გავლენა სოფლიო გლობალურ პოლიტიკაში. იგივე ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა უფრო სხვა რიტორიკის გამოყენებით, მაგალითად თუ შენ გინდა რომ გერმანიას ყავდეს ძლიერი ჯარი, აქ არ არის აუცილებელი შენ უთხრა იცი, აი მიდი რა შენ პრობლემებს შენით მიხედე, მე შენ უსაფრთხოებაზე გარანტიას არ მოგცემ, მაგრამ შენ როცა გააქვს ხელშეკრულება დადებული ქვეყანასთან და შენი ქვეყნის ჯარები დგას იმ ქვეყანაში, აქ შენს გაქვს ვალდებულებები აღებული არა? იგივე ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თუმცა შენ შეგიძლია თქვა, რომ აიცით, რომ მე ვაპირებ თქვენი ქვეყნიდან ჯარების გაყვანას იქ 2 წელში, 3 წელში, თავისთავად ეს ქვეყანა დაიწყებს თავის თავდაცვაზე ზრუნვას, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს დიპლომატიურად, ამაზე საუბარი შეიძლებოდა ჯერ მომხდარიყო კულუარებში, ასე მეგობრულ გარემოში შეხვედრონ და ეთქვა და იცით ამერიკას არ აქვს უკვე ფინანსური იმხელა შესაძლებლობები, რომ მთელი ევროპის უსაფრთხოება აიღოს თავის თავზე და ეს იქნებოდა ნორმალური. და ნორმალურიც არის
არ არის ვალდებული ხო შეერთებული შტატები ნამდვილად ყველას უსაფრთხოებაზე იზრუნოს აბსოლუტურად. მას შეუძლია ხვალვე თქვას, რომ აი არ ზრუნა, მაგრამ ეს შეიძლება და უფრო სხვა დიპლომატიურ ჩარჩოებში მოეთავსათ, ისე რომ არ იქნებოდა შოკური დარტყმა. ისედაც გაიგებდა გერმანიის მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობაც, რომ ხო რაღაცა იცვლება და დროა ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ, გავზარდოთ და დაიწყებოდა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, ეკონომიკის გადაწყობა. ხო, ეს ხო უცებ ვერ ხდება. კი, რუსეთი ძალიან საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს თავდაცვას, მაგრამ რუსეთში პოლიტიკური გარემოება სულ სხვაა. რეალობა სხვანაირია, ევროპაში სხვანაირი რეალობა. ევროპას რაღაცა დრო ჭირდება, რომ გადაეწყოს თავდაცვაზე, თქვა 5, 6, 10 წელი მაინც უნდა რომ ჩადგეს იმ რეჟიმში. რუსეთს ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ რუსეთის მოსახლეობის 70% ისედაც სიღარიბეში ცხოვრობს და იმან არის რა არის კარგი ცხოვრება. ამიტომ რომ იქ 2% მიუმატებს რუსეთი თავის თავდაცვის ხარჯებს თუ 3%-ს ხალხი ამას ვერ იგრძნობს, იმიტომ რომ ღარიბმა რა უნდა იგრძნოს, ის ისედაც ღარიბია და რაც არის იქ 20% ელიტა, ის პირიქით უფრო მეტ ფულს გააკეთებს ამ სამხედრო ხარჯების გაზდაზე, იგივე სამხედრო მრეწველობის გაზდაზე, ხო, რუსეთის ეკონომიკა დღეს დგას სამხედრო მრეწველობაზე. იმიტომ არ აწყობს პუტინს ომის გაჩერება ახლა. მას აწყობს გაჭიანურებული ომი, რომ არ ჩამოეშალოს ეს ეკონომიკა. ევროპაში სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკა საზოგადოების მიმართ სხვა მიდგომა და ეს ბევრ რაღაცას განაპირობებს და ეს რა თქმა უნდა ნეგატიური შედეგები დადგება ასეთი რიტორიკისგან. ანუ ნეგატიური უფრო დადგება თავად შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე ევროპელებისთვის, ევროპელებმა უფრო გაძლიერებას დაიწყებენ და სხვა მხრივ ანუ უკვე ეჭვის თვალით შეხედავენ, გაუზიარონ თუ არა რამე ინფორმაცია ამერიკას, შემდეგში ენდონ თუ არა ამერიკას, გააღრმავონ თუ არა ურთიერთობები ამერიკასთან. ყოველთვის იფიქრებენ ამაზე უკვე. ამაზე არ ფიქრობდა ევროპა 70 წელი. დღეს უკვე ფიქრობს. აწი სულ იფიქრებს ამაზე, დარწმუნებული ვარ მე რა ჩემი გადმოსახედიდან ასე. ძალიან საინტერესოა. შენ შეეხე რიტორიკას და რიტორიკაზე მაქვს შემდეგი კითხვა. რამდენად მოქმედებს სიტყვები და ის რიტორიკა, რასაც იყენებს ამერიკა დღესდღეობით, რეალურ დიპლომატიაზე? იმიტომ რომ ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ აი ბევრჯერ ითქვა, რომ აი მაგალითად ერთ დღეში დავამთავრებ ომს რაღაცა და შემდეგ უკვე ხუმრობაში გატარდა, თითქოს ვალდებულება ამ სიტყვის შესრულების არ იყოს. 2025 წელი არის. სოციალური მედია არის, ინტერნეტი არის, 24 საათიანი საინფორმაციო გარემო არის, რომელიც არის გადატვირთული, ასე ვთქვათ და ხალხს დრო არ აქვს მაინდა-მაინც, რომ თითოეულ სიტყვას, თითოეულ დროც ფიზიკურად არ არსებობს, რომ ყველაფერს დეტალურად მიყვე, ყველა განცხადებას ყველა დაპირებას და ასე შემდეგ. რამდენად მოქმედებს რეალურ დიპლომატიაზე რიტორიკა და სიტყვები დღესდღეობით? მოდი ასე ვთქვათ, როგორ იყენებს რუსეთი ტრამპის რიტორიკას. როგორ ატრიალებს მის სიტყვებს, როგორ ფუთავს და როგორ აწვდის იგივე ევროპელ მსმენელს. რა თქმა უნდა რუსეთი აბუქებს ყველაფერს ტრამპის სიტყვებს, რაღაცას მიამატებს ისეც რაც არ უთქვია, ან გამოაკლებს რაც თქვა იმას და მიაწვის ევროპაში მსმენელს, რომ აი ხედავთ, თქვენ არ უნდა ენდოთ საერთოდ ამერიკას, აი ჩვენ რომელიც მარტო ვითხოვთ უკრაინის თემაზე თვალის დახუჭას, იმიტომ რომ უკრაინა წარმოადგენდა ჩვენთვის საფრთხეს, ჩვენ არ წარმოადგენთ თქვენთვის არანაირ საფრთხეს. აი უკრაინას დავჯერდებით, ხო, როგორც ჰიტლერი ამბობდა, აი მომეცით ჩეხეთი და მე ამას დავჯერდები. მე მომეცით პოლონეთი, მე ამას დავჯერდები. სამწუხაროდ ბევრმა ევროპელმა ქვეყანა და ევროპელებმა ეს მიიღეს ჰიტლერისგან, რომ აი იმას მარტო ჩეხეთი აინტერესებს, თორე ნუ ჩემთან არაფერი საქმე არ აქვს და საბოლოო ჯამში მიიღო სამყარო ის რაც მიიღო მეორე მსოფლიო ომი. დღესაც იგივე სიტუაცია. დღესაც რუსეთი იყენებს ტრამპის აი ამ რიტორიკას, რომ უფრო მეტი განაწყოს ამერიკის წინააღმდეგ, ნატოს წინააღმდეგ, ნატო კიდევ უფრო ქმედით უნაროდ გამოიყვანოს და თქვას, რომ ეს სინამდვილეში მე ვარ ის ქვეყანა, რომელიც იცავს თქვენი ტრადიციებს, თქვენი, რა ვიცი, რწმენას და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ევროპაში ყველას ვერ მოთხოვ იმას, რომ იცოდეს
რუსეთის პოლიტიკა, რუსეთის დეზინფორმაციის ნარატივები და ეს ნარატივები რუსეთიდან რაც მოდის, მუშაობს ევროპელებზეც. ამისგან არავინ არაა დაზღვეული. არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ ის ევროპელია, თუნდაც ამერიკელია, ამერიკაში შეხვდება, მაგალითად აი ჩატარდა უქტავი პოლკი თუ რაც ქვია, ამერიკაში ჩატარდა იქ ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში სტარდება და ხალხი ამას უყურებს, რომ აი კი ეს ნორმალურია მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ზეიმობი და სამდრეში ეს რუსეთის პოლიტიკის ნაწილი ექსპანსიური ის ამით ზეგავლენას ახდენს მასებზე, რომ მიაჩიოსინ თუნდაც ევროპაში წითელ დროშებს, საბჭოთა დროშებს, იმ კოლორადის იმას რო ეძახიან ლენტებს რომ მიაჩვენოს რომ თვალისთვის მიჩეული იყოს ყურისთვის რუსული საუბარი რომ მიჩეული იყოს რომ უფრო მიიღონ რუსული ამას იყენებს რა თქმა უნდა და თავად ამერიკის წინააღმდეგაც იყენებს ანუ ტრამპის სიტყვებს რუსეთი იყენებს თავად ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ და საკმაოდ წარმატებულად იყენებს იმიტომ რომ აჩვენებს აი გამოვა ტრამპი და როგორც თქვა როგორც წინასაუბარს რო დაუბრუნდე მეორე მსოფლიო ომი მოიგო აი საბჭოთა კავშირმაო იმიტომ რომ ყველაზე მეტი ხალხი დაეღუპაო ნუ ყველაზე მეტი ხალხი რო დაეღუპა ეს მხოლოდ იმაზე საუბრობს რომ დაგეგმარება იყო არასწორი ხო იმიტომ რომ გერმანელებმა ყველაზე ნაკლები ხალხი ჯარისკაცი დაეღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს იმიტომ რომ სტრატეგიულად სხვანაირი მიდგომა ჰქონდათ ვიდრე საბჭოთა კავშირს სადაც შეიძლებოდა 1000 კაცის ხერხით გადაეწყვიტათ ოპერაცია იქ შეაყრიდნენ 20000 30000 ეს არ ნიშნავს რომ იმან კარგად იომა პირიქით მეტი ხერხი რადგან ყავდა ესე იგი რაღაცა არასწორად მიდიოდა დაგეგმარებაში აი ეგ არის რა და ამას ბევრი რამ არ ითვალისწინებს და როგორც ჩანს არც ტრამპა გაითვალისწინა და აღიარა უპირობო საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის გადაწყვეტას თუმცა მე გადათქვა და ამერიკა არისო ნომერ პირველიო ანუ ძალიან საინტერესოა მე როგორც მივხვდი შენი ნასაუბრებიდან მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური განცხადებები შეიძლება განსხვავდებოდა უკან კულისებში რა ხდებოდა იმისგან, რეალურად მოლაპარაკებების მაგიდასთან რა ხდებოდა, დღეს ვინაიდან არსებობს შესაძლებლობები, რომ მასობრივად მივაწოდოთ ხალხს ხმა სოციალური მედიით და ასე შემდეგ, ეს განცხადებები შეიძლება ანუ კეთილი განცხადება იყოს რაღაცისკენ მიმართული იყოს რაღაც მიზანს ემსახურებოდეს პოლიტიკურს და ასე შემდეგ მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს მასებზე ზეგავლენისთვის და ამას ძალიან კარგად იყენებს რუსეთი იმიტომ რომ მთლიანი პროპაგანდის მანქანა მობილიზებულია ასე ვთქვათ ასეთი ტიპის დეტალების ხო თუნდაც იმაზე მე ხლა გავიხსენებ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს როდესაც შეუტიეს USAID-ის გაუქმებით ილონ მასკმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს ძალიან ხშირად გამოიყენებოდა რუსული მედიის მიერ იმის ასახსნელად, რატო გადაწყვიტეს მათ გაეუქმებინათ, აეკრძალათ ასე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ასე გადაჯაჭვულია ეს განცხადებები დღეს ეს არ ანუ ინფორმაცია არ იკარგება ყველას ყველაფერი ესმის და შეიძლება გამოყენებული იქნას და აქედან მინდა გადავიდე ცოტა რთულ კითხვაზე და ვიმსჯელოთ ამაზე ერთად ვიმსჯელოთ მოლაპარაკებები რომელიც ამერიკამ აწარმოა რუსეთთან და უკრაინასთან საბოლოო ჯამში ბოლო დღეებში განცხადება იყო რომ ამერიკა აქტიური მოლაპარაკებების ფაზიდან გამოდის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ აქეთ-იქით არ ვიფრენთო, რომ მოლაპარაკებების მივაღწიოთ, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიოთ ბოდიში, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებითო, გარკვეულ მზად ვართო, რომ მხარეებთან ვიმუშაოთ. ამ მოლაპარაკებების შედეგი ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის რაც უნდა ყოფილიყო, რომ მშვიდობისთვის მიაღწიეთ არ შედგა. რა შედეგები მოგცა მოლაპარაკებებმა, თუნდაც პროპაგანდის თვალსაზრისით, თუნდაც პოლიტიკური ამერიკის იმიჯის თვალსაზრისით, რუსეთის იმიჯის თვალსაზრისით, უკრაინის და ზოგადად ვინ დარჩა თითქოს მოგებული? ნუ ეს ნამდვილად საინტერესო თემა, ვინ დარჩა მოგებული საბოლოო ჯამში ეს მოლაპარაკება, როგორც დავინახეთ, იყო უბრალოდ მოლაპარაკება უფრო გავდა, რომ ასე ვთქვათ, ვიღაცა ბჭყალებში უბრალოდ ერთობოდა.
ჩემში ასეთი შთაბეჭდილება დატოვა, იმიტომ რომ არანაირი შედეგი ამ მოლაპარაკებებმა აბსოლუტურად არ და პირიქით უკუ შედეგის დადო უკრაინელების მიმართ. მე გულისხმობ იმას, რომ რამდენჯერად შეხვდებოდა ამერიკის წარმომადგენელი რუსეთის წარმომადგენელს, მეორე დღეს სარაკეტო დაბომბები ხდებოდა უკრაინის ქალაქების, რასაც ეწირებოდა უამრავი ბავშვი, უამრავი ქალი, მშვიდობიანი მოსახლეობა. თითქოს მიზანმიმართულად ხდებოდა რუსეთის მხრიდან. ჩვენ ხედავდით აგრესიულ რიტორიკას უკრაინის მიმართებაში ამერიკიდან, რომ აი ზელენსკი ასე არ ჩაიცვა, ასე არ თქვა გამარჯობა, ბევრჯერ მადლობა არ გადაიხადა, ის უმადურია და რუსეთზე კიდე გვესმოდა, რომ ის პრაგმატულ პოლიტიკას აწვებოდა, რომ ეს ნორმალურია მისი ქმედება უკრაინაში, იმიტომ რომ აგერ თავად ტრამპიც განიხილავს გრენლანდიის ანექსიას, იმიტომ რომ ეს შედის ამერიკის ინტერესებში, თუმცა რა ინტერესებში შედის და როგორ ინტერესებში შედის, ეს არასდროს არ იყო დაკონკრეტებული. მაგრამ ეს რიტორიკა ემსახურებოდა, ასე ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკის გაправებას. რომ თუ თავად მე პესკოვმაც თქვა, რომ აი თუ ამერიკისთვისო წარმოადგენსო უსაფრთხოების ინტერესი გრენლანდიის ანექსიაო, მაშინ ჩვენ რით ვართო ნაკლებიო, რატო ჩვენ არ გვაქვს უფლებაო იქ ყირიმის ანექსირება მოვახდინოთო, იქ შემდეგ დონბასის, რომ იქ არ იყოს განლაგებული ნატოს ჯარები, თუმცა ბალტიის ქვეყნებში ბევრად ადრე განლაგდა ნატოს ჯარები, მაგრამ რუსეთს არ ქონია არანაირი რეაქცია, მაშინ რატო არ შეიჭრა? ფინეთი და შვედეთიც შეუერთდა ნატოს. ფინეთი და შვედეთიც შეუერთდა. იქ იაპონიამ გამოთქვა მზაობა, რომ ნატოს შტაბის ფილიალი გაიხსნეს იაპონიაში, რათა მიაწოდონ უფრო ოპერატიულად სადაზვერვო ინფორმაციები, ისინა რა თქმა უნდა რუსეთის და იქ ჩინეთის მხრისთვის, ხო? აი ეს არის აქ თავარი, ვინ როგორ გამოიყენა და საბოლოო ჯამში არანაირი შედეგი არ დადგა. ანუ უკრაინა არ მიიღო დამატებით შეიარაღება, არ მიიღო დამატებით ფინანსირება, არაფერი არ მიიღო. გარდა იმისა, რაც ხელმოწერილი იყო, დამტკიცებული იყო წინა ადმინისტრაციის მიერ დახმარება. როგორც ასეთი ტრამპმა თავისი სახელით არანაირი სამხედრო დახმარება და ფინანსური დახმარება უკრაინას არ გაუწია საერთოდ არანაირი. მაგრამ რუსეთის პოლიტიკამ უფრო იხეირა აი ამ ასე ვთქვათ მოლაპარაკებებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებით, რომელსაც ჩემი გადმოსახედიდან ნეგატიური შედეგი იყო უკრაინისთვის და დადებითი რუსეთისთვის. ხო, მე მოყვები ანალიზში, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდანაც ისე გამოჩნდა თითქოს რუსეთის ინტერესი ამ მოლაპარაკებებში ჩართვის იყო თავიდანვე ამერიკის დისკრედიტაცია. როგორც თქვი, პრაქტიკულად ემთხვეოდა იმას, რომ მოლაპარაკება მიდიოდა, განცხადება კეთდებოდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე დღეს საავადმყოფოს ბომბავდნენ, ბავშვთა სახლს ბომბავდნენ, სპეციალურად ხდებოდა, იმიტომ რომ თითქოს გამოჭერილი იყო ამერიკა იმაში, რომ უნდოდა მშვიდობის მიღწევა და ამ მშვიდობის მიღწევის საბაბით რუსეთიც ცდილობდა მაქსიმალურად მიიღწევა იმ გეგმისთვის, რა გეგმაც აქვს პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის დროიდან 60-იანი წლებიდან, რომ ამერიკის იმიჯი, ამერიკის ასე ვთქვათ, ლიდერის პოზიცია საერთაშორისო დონეზე მაქსიმალურად შეარყიოს, ერთმანეთთან დააპირისპიროს ამერიკის მოკავშირეები და დააპირისპიროს ეს მოკავშირეები ამერიკის წინააღმდეგ და თავიდანვე თითქოს პუტინი იყენებდა ამას ზუსტად ამისთვის, რომ ამერიკის წინააღმდეგ განეწყო ევროპის ქვეყნები, უკრაინელები და სხვა მოკავშირეები. და აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ესეთი კითხვა და საინტერესოა შენი აზრის მოსმენა. არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ თავისუფალი სამყაროს ლიდერი, თუ ეს სტატუსი უკვე კითხვის ქვეშ დგას? კი, აი რაც შეეხება თავისუფალი სამყაროს ლიდერად, ეს დარჩება თუ არა ამერიკა ამგვარად დამოკიდებულია თავად ამერიკაზე და ამერიკის ხალხზე და მათ სამომავლო არჩევანზე. რაც შეეხება პირველ ნაწილს მოლაპარაკებების და რა შედეგი დადგა,
ყველაზე ცუდი შედეგი იყო, რა თქმა უნდა, თავიდან უკრაინელებისთვის გულისხმობ სხერს სამშვიდობო მოსახლეობაში. ახლა საკითხი ასე დგას, ლიდერობა შეინარჩუნებს თუ არა ამერიკა, ისევ და ისევ დამოკიდებულია უკვე უკრაინის საკითხზე. თუ როგორი მიდგომა ექნება ხვალ ზეკ და მაზეკ ამერიკას უკრაინის მიმართ. თუ ტრამპი ადგება და იტყვის, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო და ფინანსური დახმარება უკრაინისთვის და ეს დადებს რეალურ შედეგს და რეალური შედეგი რა არის? ეს არის ბევრი თავდაცვითი სისტემების მიწოდება, საჰაეროს გულისხმობ, ბევრი თავდასხმითი სისტემების მიწოდებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას დაცვას სჭირდება იარაღით ხელში, მარტო დიპლომატიურად ჩვენ დემოკრატიას და თავისუფლებას ვერ დაიცავ და მარტო სიტყვებითაც ჩვენ ვერ იქნები თავისუფალი სამყაროს ლიდერი. და ეს გამოცდა შეერთებულმა შტატებმა უნდა ჩააბაროს უკრაინაში. რომ შეინარჩუნოს ეს სტატუსი, თუ ის ამ გამოცდას უკრაინაში ვერ ჩააბარეს, რა თქმა უნდა, მას ეს სტატუსი უკვე არ ექნება, როგორც იქნება ჩვეულებრივი დიდი სახელმწიფო, მაგრამ იქნება ისე დონეზე იქნება, როგორც არის სხვა დიდი ქვეყნები, რომელსაც არ აქვთ არანაირი პრეტენზია, რომ იყვნენ თავისუფალი და დემოკრატიული. ამ გულისხმობ რუსეთი, იქნება თუ ჩინეთი იქნება, უკვე ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. როგორ ფიქრობ ამ ეტაპზე აქვს ამერიკას ინტერესი, რომ ეს იმიჯი აღადგინოს? მე ვფიქრობ, რომ აქვს მაინც ეგ ანუ თითქოს საუბარი არის, რომ ამერიკული იზოლაციონიზმი, ასე ვთქვათ, რომ უნდა რომ გამოიკეტოს თავის ეკონომიკას მიხედოს, თავის სამსახურების შექმნას, ასე შემდეგ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, ჩვენ პოდკასტშიც გაჟღერდა რამდენიმეჯერ, მაგალითად თურქეთზე რო საუბრობდით, იქ ვისაუბრეთ იმ თემაზე, ამერიკას რამდენად აქვს ინტერესი, რომ იზოლაციაში იყოს. იმიტომ რომ მათი ქმედებები, მაგალითად აი მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ახალისებით გერმანიაში თუნდაც არჩევნების წინ ილონ მასკი ჩაერთო ტვიტერზე, X-ზე, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გაუწია მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებს და სხვადასხვა ქვეყნებში მიდის მემარჯვენე რადიკალური მემარცხენე ნაკლებად, მაგრამ უფრო მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების წახალისება და წარმოჩენა. და რას შეიძლება ემსახურებოდეს, იმიტომ რომ იზოლაციონიზმს ნამდვილად არ გავს ეს. არ გავს იმას, რომ ინტერესი არ აქვს სხვა ქვეყნების პოლიტიკის და სხვა ქვეყნებში რა ხდება იმისკენ და უნდათ რომ ჩაიკეტონ. უფრო სხვა რაღაც პასუხი უნდა იყოს ამ ყველაფერზე. მოდი ასე ვთქვათ, ახლა მასკზე ვიტყვი, მასკი ალბათ არის ის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აწყობს ამერიკის იზოლაციონიზმი, ანუ მისი ბიზნესი არის დამყარებული გლობალიზმზე, ხო, მასკის ბიზნესი. ანუ მასკმა რო ისაუბროს იზოლაციაზე, ეს იქნება ძალიან დიდი აბსურდი მისი მხრიდან. ანუ ეს პირველ რიგში გაანადგურებს მის ბიზნესს საერთოდ. ამერიკას რა თქმა უნდა არ აწყობს იზოლაციონიზმი. ამერიკის იზოლაცია აწყობს მარტო ისეთ ქვეყნებს, როგორც არის რუსეთი და ჩინეთი და სხვა ქვეყნები აწყობს იგივე თალიბანს, ხო, და აი ასეთ ქვეყნებს ნამდვილად აწყობს ამერიკის იზოლაცია და ამერიკას თვითონ ყველანაირი გადმოსახედიდან არანაირად არ უნდა აწყობს, ანუ მისი ეკონომიკა, მისი სიძლიერე, მისი უსაფრთხოება აგებულია გლობალურ უსაფრთხოებაზე არის მიჯაჭვული. იგივე რისთვის ჭირდება მაშინ ამერიკას 6 ფლოტი. მისი ფლოტი საიდან მარაგდება? ეს ხო ამერიკიდან არ მარაგდება, ეს არის პორტები, სადაც ის შედის ავიამზიდი, მას მოყვება რამოდენიმე ნაღმოსანი, მას მოყვება წყალქვეშა-ნავები, მანდ არის ავიაგამანადგურებლების ფრთა, ამას ყველაფერს ჭირდება ლოგისტიკა, ამას ყველაფერს ჭირდება რომ გამოყვებო, მოემსახურო და ახლა რო აიღოს და ამერიკამ გამოაცხადოს იზოლაციონიზმი, ესე იგი ყველა უარს იტყვის მათ მომსახურეობაზე. ეს ყველა ფლოტი მაშინ უნდა დაბრუნდეს ამერიკაში და ამერიკას უბრალოდ არ ეცოდება თქვა რა ხდება გვერდით რეგიონებში. არავინ არ მიაწვის ამ ინფორმაციას უბრალოდ. როგორც ეგ არის ბიზნესი. როგორც მასკს არ აწყობს, როგორც მასკის ბიზნესი ჩამოიშლება, ისე ჩამოიშლება ამერიკის უსაფრთხოებაც. აქედან გამომდინარე, ხო, უცნაურია შენი საუბრო იზოლაციონზე, იქ ხარი დაუჭირო
არჩევნებში, მასკი ახლა აჟღერებდა იმას, რაც კულუარებში ვიდეო და საუბარი რაზეც იმაზე, ხო, ის თავისი იმით ახლა არის საუბრებდა იმაზე პოლიტიკაში, თუმცა მე ეჭვება, რომ პოლიტიკა კარგად ესმოდეს მას. ის უფრო სხვა ჭრილში განიხილავს, სხვაგვარად არ გამოდის. შენ როგორც ახარ ბიზნესმენი, შენ პირველ რიგში არ გაწყობს ეს ჩაკეტილო. მაშინ საიდან მიიღებ პროდუქცია, სად გაყიდი? საიდან შემოგივა ის სათადარიგო ნაწილები? მას თუ არ ვწდები გერმანიაშიც აქვს ფილიალი ქარხნის გახსნილი და უამრავი, რა ვიცი, მაგის მანქანას ბორბლების ჭირდება, სათადარიგო ნაწილები ჭირდება და თუ არ ვწდები ტესლას მანქანა საერთოდ მერსედესის იმაზეა შექმნილი. ბაზაზე, ხო, S-კლასის მერსედესის. საინტერესოა და რა შეიძლება ემსახურებოდეს ეს აქტიურობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მემარჯვენე ჯგუფებს დაუჭირონ ღიად და აქტიურად. ესეთი რაღაცა მე არც მახსენდება ამერიკის პოლიტიკაში, რომ არჩევნების წინ გამოსულიყვნენ და რომელიღაცა პარტიისთვის ღიად დაეჭირათ მხარე. აქ შეიძლება თავად ტრამპის ახირებაც იყო. ჩვენ ვიცით, რომ მისი რიტორიკა ისევ და ისევ ახლა ფაქტებიდან გამომდინარე, რომ ვისაუბროთ, არის როგორც აი რუსეთში არის ახლა პუტინმა რომ შემოიტანა ასეთი ფრაზა დუხოვნი სკრეპი და აწვება რაღაცა სულიერ განვითარებას რუსეთის არ ვიცი რაში გამოიხატება ეს სულიერი განვითარება იმაში თუ გამოიხატება რომ ეს უკრაინელი ბავშვები უნდა დახოცოს და ყველა ვინც ეწინააღმდეგება მის ასე ვთქვათ რუსულ სამყაროს პოლიტიკას ეგ სხვა ამბავია დაახლოებით ასეთი რიტორიკა ახლა ტრამპს აი მან ოფიციალურად გამოაცხადა რომ ყავს სულიერი მოძღვარი, ახლა ყავს ყველას აქვს ის უბრალოდ, მაგრამ ახლა ამერიკაში სულიერი მოძღვარი ყველა პრეზიდენტს ყავდა, მაგრამ საჯაროდ ამაზე არავინ არ საუბრობდა. ეს იყო რაღაცა ისეთი თემა, რადგანაც არასდროს არ საუბრობდნენ საჯაროდ. აქ იგივე რო ავიღოთ გერმანიის მემარჯვენეების პარტიის ხარდაჭერა, იქ რაში იყო, რომ ისინიც აწვებოდნენ რაღაცა ტრადიციულ ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მემარჯვენეების ლიდერი ქალბატონთან იმყოფება ქორწინებაში. მაგრამ ამავე დროს საუბრობდნენ რაღაცა ოჯახურ სიტყვინდეებზე, ტრადიციულ ოჯახებზე, ცოტა რაღაცა ისეთი გაუგებრობა იყო და ახლა თავად ილონ მასკის ჩარევაც ვფიქრობ უბრალოდ რაღაცა გაუგებრობა იყო ან თავის წარმოჩენა უნდოდა რომ ის აი პოლიტიკაში შემოდის აი ასე არა იმით რომ ის ბიზნესმენია არამედ რომ ის პოლიტიკოსია რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე არა წარმატებით მოხდა ყოველ წარუმატებლად დასრულდა პრაქტიკულად ხო შეიძლება უკუ შედეგის დადო იმიტომ რომ წააგო ამ პარტიამ გერმანიაში და უკუ შედეგები ბევრი არის მაგალითად კანადაში არჩევნები ჩატარდა სადაც ლიბერალური პარტია პრაქტიკულად 20%-ით ჩამორჩებოდა კონსერვატიულ პარტიას და ტრამპის განცხადებების შემდეგ არა მარტო ამოქაჩა ლიბერალურმა პარტიამ ეს 20%, არამედ გაიმარჯვეს და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ზუსტად ტრამპის რიტორიკა დასახელდა, რამაც ძალიან დააზიანა კონსერვატული პარტია. შეიძლება ითქვას აი პოლიტიკური მოტივაცია მიცა ტრამპის რიტორიკამ იმ მოსახლეობაში, ვინც აი პოლიტიკაზე ნაკლებად ფიქრობდა, ან იტყოდა, ან არაინტერესებდა პოლიტიკა. ხო, ასეთებიც იყვნენ ახლა კანადაში, ვისაც არაინტერესებდა პოლიტიკა არჩევნებზე იშვიათად დადიოდნენ, ან საერთოდ არ დადიოდნენ და ტრამპის რიტორიკამ უბიძგა, რომ ისინი მისულიყვნენ საარჩევნო ყუთებამდე და გაეკეთებინა თავისი არჩევანი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შედეგიც დადო, როგორც იგივე შედეგი დადო, რომ ყველას დის ახლა თავის სამხედრო დაფინანსებას მთელ სოფლიოში, რომ არავინ არ იცის ხვალ რას უნდა მოელოდოს. ხო. და ძალიან კარგი განცხადება არის და პრაქტიკულად გადადის ჩემ შემდეგ კითხვაზე, რომ თუ ჩვენ მოცემულობად ვიღებთ იმას, რომ ამერიკის იმიჯი იმ რიტორიკით, რა რიტორიკაც აქვს დღეობით ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეირყა, ნდობა შეიცვალა, ანუ დარწმუნებით ვერავინ ვერ იტყვის ახლა რომ სიტუაცია იგივეა, რაც იყო, თუნდაც ნატოს მიმართებაში, თუნდაც მოკავშირეობის მიმართებაში, რაც იყო ტრამპის არჩევა, აი ჯო ბაიდენის დროს მაგალითად. ჩვენ ასევე გვაქვს მოცემულობა, რომელიც ჩვენ ვართ турბულენტურ საერთაშორისო გარემოში, სადაც სხვადასხვა აქტორები, სხვადასხვა დიდი მოთამაშეები, ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ასე შემდეგ,
ცდილობენ გადახედვა მოხდეს საერთაშორისო ურთიერთობების და დაბრუნდეს დიდი ძალების პოლიტიკა, სადაც დიდი ძალები წყვეტენ რა უნდა მოხდეს დედამიწაზე და პატარა ქვეყნებს მათ გარშემო მყოფ პატარა სატელიტ ქვეყნებს ასე ვთქვათ უწყვიტავენ საგარეო პოლიტიკას, ხანდახან შიდა პოლიტიკასაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აჩერებდა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის ლიდერი, ხელმძღვანელი და ასე ვთქვათ უსაფრთხოების გარანტორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ამ იმიჯის შერყევასთან ერთად რა ბედი შეიძლება ეწიოს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. საკმაოდ საინტერესო თემა, მე ვფიქრობ, თავად ევროპისთვის, ევროპელი ქვეყნებისთვის დიდად არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ევროპელებს, ანუ ევროპულ ქვეყნებს აქ გულისხმობ გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, ეს სხვილი ქვეყნებია, არანაირი სურვილი და ამბიცია არ გააჩნია, რომელიმე თავისი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს. ანუ იქ სულ სხვა კულტურა ჩამოყალიბდა, იქ ნამდვილად პატარა ქვეყნები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით ისეთ ქვეყნებზე, როგორიც ვართ ჩვენ, მაგალითად საქართველო, როგორიც არის სომხეთი, იქ ყაზახეთი, უზბეკეთი, იქ ვინც ესაზღვრება ჩინეთს, ხო, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთს 17 სახელმწიფოსთან აქვს ტერიტორიული დავა, რომელსაც განიხილავს საკითხის გადაჭრას სამხედრო კუთხით. რაღაცა დოზით უკრაინის ომი ამის საშუალებას აძლევს ჩინეთს იმ შემთხვევაში თუ წარმატებულად რა თქმა უნდა, იმას ის ელოდება, ჩინეთი ელოდება თუ როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და ამის შემდეგ ის დაიწყებს მოქმედებას. ანუ ჩინეთის პოლიტიკა არის ცოტათი ისეთი პოლიტიკა მომთმენი, ის ელოდება ყოველთვის, არასდროს არ დგამს პირველი ისეთ ნაბიჯს, თუ არ გადააფასებს და გადათვლის თავის ისინი აქვს ხედვები საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ რა თქმა უნდა ის აკვირდება ძალიან ყურადღებით რუსეთის შეჭრას უკრაინაში და თუ რუსეთის კომპანია, ასე ვთქვათ, ომი დამთავრდება რუსეთის სასარგებლოდ, თავისთავად ჩინეთი ამ გაკვეთილს გამოიტანს და იმოქმედებს შესაბამისად. რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დარწმუნებულად ჩინეთის საგარეო პოლიტიკა შერბილდება იგივე ტაივანის მიმართებაში, ფილიპინების მიმართებაში და ბევრი სხვა ქვეყნების მიმართებაში, ვისთანაც გააჩნია პრეტენზია. აქ წყდება ახლა უფრო ბედი იმ ქვეყნების, ვინც არიან ახლა ევროპის გარეთ. ევროპის შიგნით მაინც ასე თუ ისე უსაფრთხოების სისტემა ჩამოყალიბებულია, იქ სხვა კულტურაა უკვე ჩამოყალიბებული. დემოკრატიული ქვეყნები, როგორც წესია, ერთმანეთში არ ომობენ. არც არის ამის ფაქტი არ არსებობს, რომ ორი დემოკრატიული ქვეყანა ერთმანეთს თავს დაესწრნენ რაღაცა ტერიტორიის გამო. არ არის. გრენლანდიას გრენლანდია ეს ისევ და ისევ ეს ტრამპის ფენომენია, რომელმაც განაცხადა პრეტენზია გრენლანდიის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით არარეალური ჩანს ეს ყველაფერი და საინტერესოა თვითონ, ანუ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის საქართველო, როგორც შენ თქვი, მაინდა-მაინც პირდაპირ ინტერესებში არის, რომ რამენაირად შენარჩუნდეს ეს საერთაშორისო წესრიგი, სადაც ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად საშუალება, რომ ჩვენი პოლიტიკა ვატაროთ და არ ვიყოთ დამოკიდებული, აი ადრე რო გამოთქმა იყო მოსკოვს ხო არ დავეკითხები, აი ეგრე არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიღაცა ქვეყანაზე, ну არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომელზე ნებისმიერ ქვეყანაზე რო გქონდეს ჩვენი სუვერენიტეტი და შეგვეძლოს გავლენა გქონდეს ჩვენსავე პოლიტიკაზე. რა ამერიკა როგვერზე გადავდოთ? რა ვარიანტები არსებობს ჩვენთვის? ჩვენი დღესდღეობით საფრთხოების საკითხი ისევ და ისევ გადის უკრაინაზე. თუ როგორ დასრულდება ეს ომი. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული დღესდღეობით. სამწუხაროდ ასეთ რეალობის ქვეშ გავართ ჩვენ, რომ ბევრ საკითხს წვიტავს თუ როგორ დამთავრდება მიმდინარე ომი. საქართველოს რა როლს ითამაშებს, საქართველოს დადებითი როლი იქნება, უარყოფითი როლი იქნება ეს ეგ საფრთხე არსად არ წასულა რუსეთის საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ. ეს საფრთხე არსებობდა, ეს საფრთხე დღესაც არსებობს და კიდე ბევრი ხანი იარსებებს. მაგრამ როგორ დასრულდება ჩვენთვის ეს ახლა ცოტა რთული გამოსაცნობია.
პროფესორად ჯერ შეუძლებელია ამის გამოცობა, იმიტომ ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ. ხო. და როგორ ფიქრობ, როდესაც ამერიკა სიტყვაზე თმობს თავის პოზიციას საერთაშორისო დონეზე, იქმნება ძალის ვაკუუმი. ვინ შეიძლება შეავსოს ეს ვაკუუმი? ამერიკის, ასე თქვა, ძალის დათმობის ვაკუუმის შევსება ისე მარტივი არ არის. უცებ დღეს ხვალ ამ ვაკუუმს ვერავინ ვერ შეავსებს. წავა აქ ჩვენ რეგიონში ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი, იგივე ევროპას აქვს ინტერესი, რუსეთს თავისთავად ჩინეთის ინტერესის გამოიკვეთა, აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ აქ ირანს თავისი ინტერესები აქვს რეგიონში, თურქეთს აქვს თავისი ინტერესები რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პოლიტიკა, რაც ჩვენ ინტერესებში შედის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები გააჩნია, აი ვსაუბრობდით იმაზე, ზოგს რომ ხატავს იქ შეთქმულებების თეორიებს, ეს ასე არა, ყველა ქვეყანა იქცევა ისე, როგორც აწყობს მას და არა ისე, როგორც გაწყობს შენ. შეიძლება თქვათ რაღაც მომენტში თურქეთის და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვას და ვიღაცამ თქვას, აი რაღაცაზე შეთანხმდნენ, რაღაცა იქ ეს არის რაღაცა შეთქმულების თეორია, რომ აი ამერიკამ და თურქეთმა განიზრახა იქ რაღაცა ვიღაცის განადგურება, არა, უბრალოდ იმ მომენტში ამ ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა და ისინი შეიძლება მოქმედებდნენ ერთმანეთისგან საერთოდ რო არ იცოდეს ვის რა გეგმები აქვს, მაგრამ როცა აკვირდები სიტუაციას, ფიქრობ, რომ ისინი რაღაცა შეთანხმებით შეთამაშებულები არიან, იგივე რუსეთის მოქმედება და ჩინეთის მოქმედება ზოგიერთმა შეიძლება ეს აღიქვას, რომ ჩინეთი და რუსეთი ტანდემში მოქმედებენ. სინამდვილეში ეს ასე არა, ჩინეთის საერთოდ აწარმოებს თავის პოლიტიკას და იმას რუსეთის პოლიტიკა ვერ ახდენს გავლენას ჩინეთზე. ჩინეთის პოლიტიკას შეუძლია გავლენა დღეს მოახდინოს რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთი ბევრწილად დამოკიდებულია ჩინეთზე. და რუსეთი ვერ ახდენს ჩინეთზე გავლენას, ჩინეთს ვერ მიუთითებს რუსეთი, აი შენ ასე უნდა მოიქცე, ისე უნდა მოიქცე. არ აქვს რუსეთს ამისი რესურსი, ამის ძალა. დღეს ჩინეთს აქვს ეს ძალა, რომ რუსეთს შეიძლება რაღაცა რუსეთის პოლიტიკაში შეიტანოს რაღაცა კორექტირება საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ამას თავად რუსეთიც არ მალავს უკვე, რომ ბევრწილად დამოკიდებულია ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე და რაც არ უნდა სასაცილოდ ღჯერდეს ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაზე, იმიტომ რომ რუსეთი უკვე გახდა დამოკიდებული სამხედრო დახმარების ჩრდილოეთ კორეიდან. მიუხედავად თავის რიტორიკისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მთელ საყვარელს დაუპირისპირდეს, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს ჩრდილოეთ კორეიდან შემოდის საარტილერიო ჭურვები, საარტილერიო დანადგარები და მათ შორის ცოცხალი ძალაც. ეს რაც ხდის რუსეთს დამოკიდებულს უკვე ჩრდილოეთ კორეაზე. და რა თქმა უნდა ჩრდილოეთ კორეიდან რო გავაგრძელოთ ჩინეთზე, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთ კორეასთან ისე დაალაგოს, რომ მე რუსეთმა ვერ მიიღოს. ჩრდილოეთ კორეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ჩინეთის კეთილნებაზე. კი ბატონო. ბოლო კითხვაზე რო გადავიდეთ. შენი აზრით, რამდენად შესაძლებელი და რეალური არის, რომ ის პოზიცია, რაც ამერიკას აქვს დღესდღეობით, აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, პოლიციელის, მსოფლიო პოლიციელის როლი. რამდენად რეალური არის, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპამ შეძლოს და რამდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლოს ამ დონემდე მივიდეს. იმიტომ რომ აქ საინტერესო თემა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს აქვს იმის ამბიცია, რომ გლობალური სუპერსახელმწიფო გახდეს ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით, მათ მაინც აქვთ გარკვეულწილად რაღაც პრობლემები, რაც ამ პერსპექტივას აშორებს. იქნება ეს ექსპერტული ინტელექტუალური რესურსი, იქნება ეს ტექნოლოგიური რესურსი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ევროპას ჩინეთისგან განსხვავებით არ უჭირს არც ინტელექტუალურ რესურსში, არც ტექნოლოგიურში, უბრალოდ ბოლო რამდენიმე წლების განმავლობაში ამერიკაზე იყო ჩამოკიდებული ამერიკულ ტექნოლოგიაზე, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე Starlink-ი რო არსებობს, ევროპული ეკვივალენტიც არის რაკეტებს რო უშვებენ, ევროპელებსაც აქვთ უკვე გეგმა 2018-ში დაიწყო, რომ როგორ უნდა განავითარონ,
როგორ გაუშვან სატელიტები დამოუკიდებლად და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ინტელექტუალური რესურსი არის უკვე და მოზიდოს ის რბილი ძალაც არის ევროპაში, რომ მოიზიდოს ტვინები მთელი მსოფლიოდან. რამდენად რეალისტურია და მიზანშეწონილი არის ეს? ბოდი ასე ვთქვათ, ამერიკის ასე და სოფლიო პოლიციის როლი, ამერიკამ თავის სოფლიო პოლიციის როლი მოერგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ან მეორე მსოფლიო ომის დროს მას არ ჰქონდა ეგ ამბიცია ამერიკას ვთქვათ, რომ ყოფილიყო მსოფლიო პოლიციელი, მაგრამ ისე შეიქმნა სიტუაცია, რომ მან ეს როლი მოირგო. რაც შეეხება ევროპას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, იგივე რა ვიყოთ გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი. როცა მიდის საუბარი ევროპაზე, ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ აქ ბირთვული სახელმწიფო მარტო ამერიკა არ არის. მაგრამ რამდენად აქვს ამბიცია ევროპულ ქვეყნებს იყვნენ სოფლიო პოლიციელები, ეგ უკვე სხვა თემაა. მე ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმაზე, რომ აი შედიოდეს ეს თქვა ბრიტანელების დღევანდელი ბრიტანეთის პოლიტიკაში და იგივე გერმანიის და საფრანგეთის, რომ რო ფიქრობდნენ, აი მოდი ჩვენ ავიღოთ ეგ სოფლიო პოლიციის როლი. აქ უფრო ფიქრობ ისინი ზრუნავენ, რომ თავის თავზე აიღონ ევროპის უსაფრთხოების გარანტორების როლი, ვიდრე ახლა მთელ სოფლიოზე. ახლა რატომაც მე მეეჭვება, რომ ბრიტანეთმა იქ იზრუნოს სხვა ქვეყნებზე, რომელიც არის წყნარ ოკეანეში, ანუ ჩინეთის პოლიტიკაზე რაღაცა დაბალანსებას, რა თქმა უნდა, შეცდებიან, რომ ისე არ მოძლიერდეს, რომ მე ამათ დაემუქროს. აი ამერიკის ასევე სოფლიო პოლიციის როლი განაპირობა ასევე მისმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობა, რომ ის ცალკე კონტინენტზეა, მას აქვს საკმაოდ ძლიერი სამხედრო მრეწველობა, საკმაოდ დიდი რესურსები აქვს, თვითყოფადია და ამბიციაც აქვს უკვე იყოს სოფლიო პოლიციის როლი მოირგოს. აი რამდენად აქვს ეს ევროპას, ეგ უკვე სხვა საქმეა. აქ ცოტათი ისეთი საკითხია უფრო დამაფიქრებელი, უნდა თუ არა ეს ევროპელებს საერთოდ აინტერესებს თუ არა ეს როლი. ამის შესაძლებლობა აქვს ჩვენს? შესაძლებლობა დღეისთვის თუ არა აქვს 10 წელიწადში რა თქმა უნდა ექნებათ. ანუ თუ აქვთ იმის ინტერესი, რომ ეს ესე იყოს, შეუძლიათ განავითაროს. კი, რა თქმა უნდა, განავითარებს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ისიც ვიცით, რომ სამხედრო მრეწველობა საკმაოდ ძლიერი აქვს ევროპის ქვეყნებს, ხო? იგივე თქვა, რო ავიღოთ გერმანია აწარმოებს ტანკებისთვის ლულებს, რომელსაც აყენებენ ამერიკელები თავის ტანკზე, აბრაამზე, ხო? ისევე რო ავიღოთ სამხედრო ექსპორტის მნიშვნელობით საფრანგეთი, ამერიკის მერე საფრანგეთი მოდის თუ არ ვცდები, მეორე ადგილზეა ექსპორტი, ანუ საკმაოდ ძლიერი და დამოუკიდებელი სამხედრო მრეწველობა განვითარებული, იგივე ავიაციაში იქნება თუ სხვა ტექნიკაში იქნება, რაკეტებში, საჰაერო თავდაცვაში. ბრიტანეთსაც გააჩნია საკმაოდ ძლიერი ფლოტი, ავიამზიდებიც, ანუ ეს რესურსი ევროპას რა თქმა უნდა აქვს. და 10 წელიწადში თუ ისე წავა იმ ტემპებით გადაიარაღება, რა ტემპების დაანონსა გერმანია, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, რა თქმა უნდა 10 წელიწადში ისინი ჩაანაცვლებენ ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ ქვეყანას დაუპირისპირდებიან თუ ამის საჭიროება გახდება. უბრალოდ ეს არის სამი ცალკე ქვეყანა იქნება, უნდა გაერთიანდეს. ამერიკას ეს ერთ ქვეყანაშია ყველაფერი გაერთიანებული ეს რესურსი. საინტერესოა. რამდენად შეიძლება გაერთიანებას ეგ ჯერჯერობით უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფაქტის წინაშე დგანან, რომ ძალიან სწრაფად არის გადაწყვეტილებები მისაღები, ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები იმისკენ, რომ მაქეთკენ მიდის ევროპა, ჯერჯერობით არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული განცხადებები და გეგმები კეთდება და იგეგმება, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა იმან, რომ ტრამპს აქვს ძალიან არაორდინალური და არასისტემური მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და რო დავასრულოთ, შევაჯამოთ ეს თემა ტრამპიზმი არა პიროვნულად დონალდ ტრამპზე მიმული, არამედ იდეოლოგიურად ეს ამერიკის სიხისტე, ეს კონცენტრირება შიდა პოლიტიკაზე და შიდა პოლიტიკის ჭრილში დანახვა ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკის. ეხლა ჩვენ ნახეთ, რომ 100 დღის განმავლობაში ტრამპმა საკუთარი წინა რეკორდი მოხსნა და 40%-მდე დავიდა, ზოგი გამოკითხვებით 40%-საც ჩამოწდა
მისი მოწონება, მისი პოლიტიკის მოწონება და მისი საქმიანობის მოწონება. რა მომავალი აქვს ტრამპის, უნდა ველოდოთ, რომ სიტუაცია 4 წლის მერე რადიკალურად გამოსწორდება, თუ აქვს ამ იდეოლოგიას ამერიკაში ფეხი ისე მოკიდებული, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ამან, რამაც შეიძლება დააჩქაროს მაგალითად ევროპის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამ იდეოლოგიას ვფიქრობ არა მარტო ამერიკაში აქვს ფეხი მოკიდებული, ვფიქრობ უკვე სოფლიოში აქვს ფეხი მოკიდებული ტრამპიზმის იდეოლოგიას, იმიტომ რომ ტრამპს საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავს უკვე ამერიკის გარეთ. შეიძლება კი ამერიკაში მისი რეიტინგი და მოწონება დავარდა, თუმცა სოფლიოზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მისი მოწონება დავარდნილია, იმიტომ რომ არის საკმაოდ ბევრი საზოგადოებაში, იგივე ევროპაშიც, რუსეთშიც ვისაც მოსწონს ტრამპის პოლიტიკა და მისი ეს იდეოლოგია. საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავს ბევრ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ევროპის ადგილას მე არ მოვდუნდებოდი, ასე ვთქვათ. ვიქნებოდი ტონუსში და გავაგრძელებდი იმ პოლიტიკას, რასაც ისინი რაზეც დღეს საუბრობენ, ეს არის თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე, ბევრი უკვე საუბრობს გაწევითი ჯარის დაბრუნებაზე, იმიტომ რომ უკვე სხვა გამოწვევებია, რაც არ უნდა შეიცვალოს მომავალში, თუნდაც მოვიდეს ისეთი პიროვნება ამერიკაში, რომელიც გადახედავს საგარეო პოლიტიკას და იტყვის, რომ ტრამპის პოლიტიკა იყო შეცდომა, ეს არავის არ მიცემს აწი გარანტიას, რომ ისევ არ დაბრუნდება ის პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა ტრამპს საგარეო შემდეგ 4 წელიწადში. შემდეგ 4 წელიწადში იქნება თუ შემდეგ 8 წელიწადში არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ყოველთვის იქნება ეს საკითხი აქტუალური, ყოველთვის. ეს არის ტრამპიზმის იდეოლოგია და მე ვფიქრობ ეს შეცვლის სამყაროს, მიდგომას. კარგია თუ ცუდია, ცუდიც შეიძლება ამაში ბევრი კარგი მომენტიც ვიპოვოთ. მაგალითად ის, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს თავის იმედზე და არ უნდა შეყურებდეს სხვას ხელებში, რომ ის როდის დაეხმარება და იქნება მოდუნებული, რომ მე რატო ავიტკიო თავი, იმან იფიქროს იქ ჩემაგიერ. დღეს უკვე ასე არავინ არ იტყვის იფიქრება, მოდი ჩვენ ვიფიქროთ, ჩვენ თუ ვიქნები ძლიერი, გვეყოლება ძლიერი მოკავშირე. თუ იქნები სუსტი, ძლიერი მოკავშირე არ მეყოლება. ესაა მარტივი მოცემულობა. საინტერესოა და ბოლო კითხვა კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცებ საინტერესო თემამდე მივედით. რა მომავალი შეიძლება გქონდეს ნატოს ამ პირობებში? ნატოს ამ პირობებში მე ვფიქრობ, პირიქით ნატოს ეს გააძლიერებს, გადახედავენ თავის ბიუროკრატიას, იგივე რუსეთის მაგალითზე, იგივე ჩინეთის მაგალითზე, ისინი ბევრად უფრო ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებას იგივე შეჭრაზე, იგივე ვის დაეხმაროს, თუ ავიღოთ ახლა სირიის მაგალითი, რუსეთმა უცებ გადაწყვიტა, მაშინ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ხარდაჭერა, საკმაოდ წარმატებით ანადგურებდა ასადის ოპოზიციურ ძალებს, ანადგურებდა ქალაქებს, ამაზე მას არ დაჭირვებია არანაირი თათბირის მოწყობა, არანაირი გამოკითხვები საზოგადოებაში დაეხმარონ თუ არა რეჟიმს. პუტინმა თქვა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ისიც კი მოიგონეს, რომ რაღაცა ისტორიულად გადაბული არის რუსეთი და სირია ერთმანეთში, რომ მანდ არის რაღაცა რუსეთის ცივილიზაციის აკვანი და ყველამ ტაში დაუკრა და რუსეთი დაეხმარა იარაღითაც დაეხმარა, ცოცხალი ძალითაც დაეხმარა, კი ბოლოს მან უკრაინის ომის გამო ვერ შეძლო ბოლომდე დახმარება, იქ ასე ვთქვათ ასადის რეჟიმი დამარცხდა, ის გაიქცა, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რუსეთი ბევრად უფრო ოპერატიულად ღებულობს გადაწყვეტილებას თუნდაც უკრაინაში შეჭრის თაობაზე. ნატო, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის ორგანიზაცია თავდაცვაზე გათვლილი, მაგრამ თავდაცვის საკითხების რო დაადგეს, თქვათ,
ბალტიის ქვეყანაში რო შეიწრეს რუსეთი, რატომღაც ფიქრობ, რომ ნატოს ქვეყნები ბევრი დაიწყეს ფიქს, აი რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, რომ მოვიმოქმედოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ, როგორ აღიქვამს ამას ჩვენი საზოგადოება და ეს საკმაოდ დიდ დროს მიცემს იგივე რუსეთს უფრო მეტი ტერიტორია, თქვა, დაიპყროს იგივე ბალტიის ქვეყნების. ანუ რეალობა აჩვენებს, რომ უფრო მოქნილი უნდა იყოს სისტემა, უფრო ნაკლებად ბიუროკრატიული და უფრო ოპერატიულად უნდა მოქმედდეს საქმეზე ორიენტირებული, ვიდრე რაღაც კი ბატონო. და ეს უკვე უკრაინის ომმა ნახლა დანახა, რომ ჭოჭმანის და ოყმანის დრო არ არის. დღეს ძალიან სწრაფად ვითარება. ხო, განსაკუთრებით, როდესაც ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეთ ამერიკას არჩეული იყოს რუსეთზე გაცილებით უფრო საშიში და დღესდღეობით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე, რაც არის ჩინეთი. თავისთავად. ამიტომ აუცილებელი იქნება. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის და გულწრფელი საუბრისთვის. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. გთხოვთ, თუ აქამდე არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, დაგვიტოვოთ ქვემოთ კომენტარი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა.